აი რა მომავალზე ვსაუბრობთ, რა მომავალი უნდა კონდეს ქვეყნის მტრებს და აგენტურას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთად იქნებიან, ცალ-ცალკე იქნებიან, სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც არ უნდა იყვნენ, მათ აქვს თავიანთი სახელი. ისინი არიან მოღალატეები, არიან გარედან დაფინანსებული გარკვეული დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან და თავიანთი ქმედებებით, რა თქმა უნდა, აზიანებენ ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს. რა მომავალი უნდა კონდეს ასეთი ადამიანების დაჯგუფება ამ პოლიტიკურ პარტიებს? შვეიცარიაზე მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება არის მიღებული ამ ქვეყანაში, ვინც ჩავა დიპლომატიური პასპორტით, მათ მოუწევთ ვიზის აღება. შვეიცარია არის შემდეგი ქვეყანა, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. თქვენ როგორ გამოეხმაურებით სანქციების აი ამ ფორმას ახლა ამ ქვეყნიდან და ზოგადად როგორ ხედავთ მომავალს ამ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა პირიქით უფრო მეტი ქვეყანა უერთდება გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. საუბარი, როდესაც არის ქვეყნის ინტერესებზე და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მე ვფიქრობ, პასპორტების თემა საერთოდ, არ ვიცი, რაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? აქ საუბარი არის ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, საუბარი არის იმაზე, თუ რა მუქარები იყო, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, თქვენ არ გსიამოვნებთ ამაზე, როდესაც საუბრობთ და ამბობთ, რომ თითქოს ჩვენ რაღაცეებს ვიგონებთ, მაგრამ ამის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს, სადაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, მივაერთებოდით სანქციებს, რომელიც დამაზიანებელი, დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე არ გსიამოვნებთ, როდესაც გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, თურმე როგორ შეიძლება ჩვენ მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი და ქართულმა ხალხმა იცოდეს, საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს, რომელი სახელმწიფო და რას ხმარდება ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული თანხები. თუმცა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, მაგრამ თვითონ თავადვე სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იღებენ ამ ტიპის კანონებს. ამიტომ პირველი ეს არის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რატომ ფიქრობთ, რომ ეს სახელმწიფოს მიმართ არის დამოკიდებულება? იმიტომ რომ ეს სანქცია არ ეხება რიგით მოქალაქეებს, გეხებათ თქვენ და ეს პირიქით ხომ არ გაფიქრებინებთ, რომ ქვეყნებისთვის თქვენ ხართ არასანდო? იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება მართავს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე მერამდენი წელია აირჩია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით ხდება? შემთხვევით ირჩევს ხალხი ქართულ ოცნებას? ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართულ ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყვნენ ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს რაღაც უთომ ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ქვეყანაში დღეს ჩვენ გვექნებოდა უბედურება. შესაბამისად, ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, ანალიზსაც აკეთებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა და თუ ვინმეს გონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და რაღაც დავალებების თითისქნევით, დავალებების მიცემით აქ ვიღაცა თავს დახრეს და სისულელეებს გააკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ, გადადგავს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველა უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.